მოგესალმებით ძვირფასებო. ჩამოვედით თბილისში. ჩამოვედით და პირველ რიგში სადივ და ყველაფერს მოგიყვებით თან. როგორ მოვიარეთ კახეთი. ესე იყოს. კარგი იყო, კარგი დრო გავატარეთ. კარგად იმხიარულეთ დაბადების დღესაც, ბავშვებმა ხო იმხიარულეს და იმხიარულეს. მოკლედ ძალიან ხიარული დრო ვატარეთ. იმდენი სოფლის ნობადი გამოგვატანა დეიდა ჩემმა და ბიბია ჩემმა, რომ აი რა ვიცი. მოკლედ სოფლის ქათამი, რომელიც უკვე იხარშება და ეხა ბულიონს გავაკეთებ ბავშვებისთვის გემრიელად, იმედია შეჭამენ. ძალიან რო ვთქვა, რომ სუპები უყვართო, ნამდვილად მოგატყუებთ. კიდევ აი ესეთი კოწახურია თუ შტოშია, მაინც ვერ გავიგე რა არის და თქვენ მოგანდებთ. ყოველთვის მწერთ კომენტარებში, რომ ამას შტოში ქვია და თეონამ გუშინ ინტერნეტში ყველგან დაძებნა და გინდა თუ არა შტოში სხვა არისო, არ ვიცი. გუშინ გავრეცხე. და ძალიან მე მიყვარს. რა თქმა უნდა ბავშვებზე არ ვიცი. ძალიან იშვიათად. მოკლედ ბევრი სარეცხი მანქეს უკვე მეორე ჩავთე და კიდევ ერთი სარეცხი მელოდება. დღეს საკმარისია და ხვალ ისევ გავაგრძელებ. კიდევ რა, ეს იმ დღეს ქვილიანი დამრჩა, მეკადრება, არ მეკადრება ნამდვილად, იმ დღეს ქვილიანი დამრჩა. ეხლა შემდეგ სამასაც მივარეცხავ. კიდევ სექტემბრის ყურძენი, გემრიელია ესეც ძალიან. ღვინო, არაყი, ტკბილი თათარასთვის. მოკლედ, მე არ ვიცი, პროსტა. რაც ხონდა, ყველაფერი, ესე იგი, გვიმასპინძლა ყველაფრით. მოკლედ არ ვიცი, სულ ვამბობ ხოლმე, ერთი დედიკო რუსეთში მყავს, მეთქი ერთი საქართველოში მყავს, თქო, აი, იმდენად ჩემი გულია და სიყვარულია და ჩემი ძალიან მიყვარს და იმასაც ასევე ძალიან ვუყვარვართ. ახლა ჩემი ქურთუკიც გავრეცხე, ბავშვების ქურთუკებიც გასარეცხები მაქვს. ქათამიც იხარშება და რაღაცაზე უნდა გადმოვიღო, ახლა თითქმის მოიხარშა. რაზე გადმოვიღო? ალბათ ამაზე. შევხედო ეხლა. ცოტა კიდე ვაცდი, სულ ცოტა. მანამდე სტაფილოს ვთლი, ეხლა. რატო გამეთიშა? სტაფილო გავთალე, ხახვიც უნდა დავჭრა ეხლა, გავასუფთავო. მოკლედ მეგობრებო, დასკვნა. მიკროფონის გარეშე არაფერს აღარ ვიღებ. თურმე, აი ეხლა გადავამოწმე და ჩემი თვალით სანამ ვიდეოს დავდებ, ვაკონტროლებ, რა თქმა უნდა, ხმასაც და იმ ადგილებსაც, რომელიც უნდა ამოუჭრა, მაგრამ ტელეფონით ისმის ხმა თითქოს, ტელევიზორში წეღანი ჩავრთე და ძალიან ცუდად ისმოდა. რის გამოც ბოდიშს ვიხდი, ამის მერე მოკლედ დასკვნა, რომ მიკროფონის გარეშე აღარ გადავიღებ. არ ვიცი რატო შვება მასე ჩემი ტელეფონი. ალბათ დამიძველდა უკვე. მოკლედ, რა თქმა უნდა, უკეთესი რომ მქონოდა ჯობდა.
ეხლა მაქვს iPhone 12 Pro. Pro ითქმის, მე მგონი iPhone 12 Pro. ხო, უკეთესი რომ მქონოდა ჯობდა, მაგრამ ნუ არა უშავს. იღებს კარგად. უბრალოდ რატომღაც ხანდახან ხმა სადღაც ქრება. ისიც ყოველთვის არა. არ ვიცი რატო შურება მასე. იმედია სულ არ გამიკეთებს ხოლმე მას. მოკლედ სიტუაციას მიკროფონი გამოასწორებს. აუ ძალიან გემრიელი იყო ჩვენი სიძის მომზადებული ორაგულის თევზიც. თან კაი ხანია ეგ თევზი აღარ მიჭამეა. თუ არ ვწდები ვიღაცა კომენტარებში მეკითხებოდა სად იყიდაო და იყიდა გამარჯვებაში, მე მგონი ესე თქვა. იქო თავისი ამ თევზების ფერმა აქვთო. იქ შეიძინა. კილო რამდენი ღირსო? 20. აი მე არ მახსოვს 25-მდე თქვა რაღაც. ესე ღირსო კილო. ვიყავი იქით მამაჩემის სოფელშიც. ლევანისთან ერთად გავისეირნეთ, თეონას არ ეცალა, მუშაობდა. მე ფანჯარა გავაღო. პორტოჩკა გავაღო თორე. ძალიან დაცხა და თვალები ისევ ამეწვა. ვინახულეთ თელავი მოლიც. ხოდა შორის ძალიან მომეწონა. ჩანდა რომ ბოლომდე დასრულებული არ იყო. მაგრამ ყველაზე ძალიან მომეწონა ის რომ იქ იქნება კინოთეატრი. ძალიან მომეწონა. ზაფხულამდე თუ გაიხსნა, შვენიერი იქნება. ხშირად ვივლით ხოლმე. ზაფხულში ერთხელ მაინც აუცილებლად მოვახერხებთ, რომ იმ კინოთეატრში წავიდეთ. დღეს ბავშვებს სუპი, ხვალ იქნება ნაგეტსები შეუწვა. მილენა ამასობაში თავის გოჭუნას გალიას ასუფთავებს. დღეს სკოლაში არ გავუშვი. არ ვიცი. მილენას გაშვება კიდე შეიძლებოდა, მაგრამ სურდო აქვს. ნუ ხვალ სავარაუდოდ გავუშვებ. არ ახველებს, მაგრამ სურდო აქვს. ამეწვა თვალები. მოდი, ერთი დიდი ხახვიც დავჭრა და ხახვიანი კვერცხიანი მაკარონი უნდა გავაკეთო. გონი გავაკეთებ. მილენას უყვარს. ეხლა ეს ქათამი რა შვრება? აი მეც რამლები წამომივიდა ისე უკვე რა. მე მგონი მზად არის ქათამი. სოფელი ზამთარში მთლად სარიელია, მთლად. ესე იგი
ზაფხულში თუ კიდე ხალხი დადის, ეს არის ჩვენი ქათამი. ზამთარში არავინ არ არის. აი, თვალი. ამეცვა თვალი. ზამთარში სოფელში არავინ არ არის. მარილი მოვაყაროთ ამ ჩვენ ქათამს. ზეჯობია. მე ცოტას დავჭრი და ბავშვებს შიგ ბულიონში დავაყრი. პატარ-პატარა ნაკვუწებს. ეს ეგრე. ეხლა გაყინული გატარებული პომიდორი მქონდა. ჩაუშვებ ეხლა ბულიონში. და ამ ხახვის ნახევარსაც იქვე. ეხლა ეს მალე გამზადდება პრინციპში. აი მოდი მე ამას კარტოფილს ვუზავ, კარტოფილს არ ვაპირებდი თითქოს, მაგრამ ვუზავ კარტოფილს და ამ მაკარონს ცალკე გავაკეთებ. ძალიან ბევრ ბულიონს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბავშვებს მაინც და მაინც არ უყვართ. მაგრამ საჭირო ხოა კაცო ეს წვნიანი. ჩვენი ბომბორა გამოჯამთველდა, საბოლოოდ იმედია ბოლომდე კარგად იქნება, კარგად შეჭამს, კარგად დალევს. არ გააბრაზებს ახალ პატრონებს. იმედია სულ კარგად იქნება. ეხლა შევხედავთ მილენას რა შვრება. მივცემ თავის სტაფილოს. მაკარონისთვისაც წყალს დავადგავ ახლა.
ეგრე ამასაც დაუჭრა ну გადავაი გადარატარარა მოკლედ ეს ეგრე მივავამაზოთ ნახოთ აბა რა შრება ჩემი გოგო და შემოვალ კაი იცი როგორ შემაშინო დედო აი რო ავიღე ხო უცებ გაძვრა მან და მე დავინახო აი ჩაუყარი მიდი აი ესეთი ჯუდი და კიდე უნდა მწვან ის რა ქვია აღარ არის ბალახი საერთოდ აღარ არის აღარ არის კაი ვიყიდი მაშინ ამ დღეებში კაი არ ვიცი დღეს წავიდე თათი არა დღეს არა იმიტომ რომ კლასს ხო მაგრამ ბალახი მეტროსთან იყიდება და შენი კლასს კიდე შეგვიძლია ლარიანებში ვიყიდოთ კაი დე ბოლომდე მორჩი ყველაფერი კაი კარგი გოგო ხარ დე ის ნაჭერი გადააგდე დე კაი ხო აი ახლა კაი გოგო ხარ დე ყოჩა მორჩი ხო ეგ დატოვე და მე თვითონ გავიტან ეგ რა არის ხის რომელსაც უყიდე არ ვიცი ნახოთ რისთვის ე ცხილები რომ მოიქნიბოს თვითონ თუ რაცა აჰა ელა დედა არ შეაში მაგას მე წავიღებ დედი ყეხა გამოიცვალე კაი მე ხო და ეგენი გასარიცხად მომეცი კაი დე ყოჩა დე მოხედი აქ ახალ არ ვიცი აბა სათხარ არ ვიცი შუტკა და ეს ვატები და სალამი და ყველაფერი მოიწეო რა ეს ვატები ხარ როგორც გინდა და ეს შენია და როგორც გინდა ისე გაიგეთ შე როგორც მიგაჩნია სწორად პლანშეტი რომ მქონდეს ავი რომელიც შეიძლება დავკრით ხატვა ხო სპეციალური დავკრით მოყვება და ესეც რომ მოყვება ნახე აი რო შლიდა ხატავდა იქნეს ხატავდა თუ შლიდა ხო მართალი ხარ ხო მიგენ დავადები პრეზენტ რომ ეს რა გაჩვენეთ დონე მე გაბრაზდებო კოჭუნასთვის თივა აღარა მაქვს საყიდია მოყევი აბა რა მოგეწონა სოფელში ყველაზე ძალიან ახლოს მოდი სოფელში მომეწონა ის აი ის
ყველაზე ძალიან მომეწონა ბომბონა. კიჟუ. კიჟუნია ხარცი. ხელა იყო. ვიდეოები თუ ნახეთ, მაშინ და გინარი. მაშინ იცითო. ბომბონა. დაი გადაგიხია რომ შარვალი გაუხია. არა. მოხევი. აუ. სოფელში რა ვიყავი. თემუკა ძაღლს ბომბორას ხელებს უყობდა პირში და მაგის გამო ბომბორა გაუხდა შარვალი. ეთამაშებოდა და დარბოდნენ ერთად. თემუკას ბრალი ადაგარ სუპირში უყობდა ხელებს და მაგის გამო გაუხა. გაუხია. სუპი გაკეთდება ცოტა ხანში ჯერ ტკბილეული არაფერი ჭამა. ება გავა. აჩვენე? აბა მე არ შემხვდება ეხა წავალი ნახე. გვაჩვენე. სეკრეტ სანტობანას თამაშობენ მილენა და კამილა ერთმანეთისთვის ყოველ დღიურად პაწია რაღაცა საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს დეკემბერში ყოველ დღე. აბა მოდით ნახოთ რა. რაც გეგონა? რა გეგონა? ეგ მილენამ გაჩუქა შენ? თუ შენ აჩუქე? მილენამ გაჩუქა. მაშინ მე ჩვენ არ გავხსენე მილენა და ხე მართალი ხარდე. მილენასთვისაც არის აჩუქარი? კი. აბა წადი უთხარი ხო მილენამ გახსნას და გვაჩვენოს. მაგას გადავაგდებ. გადავაგდებ. და ეს აქ ჩასადებია. აი შეიძლება. აბა უთხარი მოვიდეს გვაჩვენოს. მოდი აბა შენს გვაჩვენე დე. რა მოგივიდა? ამ ხელა გაკ. ახლოს მოდი. გამოჩდი კარგად. რა? მენთოსი? რა? რომელ რიცხვში? პარასკევს. არა, ხუთშაბათს. არ მახსოვს 11-ში. ხო, 11 იყო უეჭველი. მელანოს დაბადების დღე იყო 11-ში. რა არის? მალე მოდის ახალი წელი რაღა დარჩა? გასამზადებელი ვარ ყველანაირად.
ეხლა ისე სახლისთვისაც პროდუქტები მინდა ჩვეულებრივად საყოველთღიურად რაღაცეებიც მინდა და მოკლედ გავალა. დღეს არ ვიცი. სახლის საქმეებიც მაქვს ბევრი რაღაცები და სალაგებელი და ხვალ ვეჭველი გავალ. როგორმე ეს ქათამიც უნდა დაუჭრა. ჩემდა სასირცხვილოდ ქათმის დაჭრა არ ვიცი, კოხტად და ლამაზად, რასაც ქვია. ესე იგი, რამდენი არ უყურე დედაჩემსაც, YouTube-საც, რაღაცა გადაცემებსაც. არ ვიცი, არ გამომდის და რა გავაკეთო მართლა რა. მართლა არ გამომდის. საკმარის იქნება ნეტა მე მგონი კი. არა მაინც უნდა დავჭრა რამენაირად რომ მიირთვან ხორცთან ერთად. ეხლა ეს მოიხარშება და მივხედავ რაღაცნაირად უნდა დავჭრა ეს. სოდვილობ ყოველთვის. ვიცი ხა მეტყვით არ გეკადრებაო. მაგრამ რა გავაკეთო? აქამდე ვიცი. ფრთების და ბარკლების დაჭრა. მე აღარ ვიცი. მე აღარ გამომდის. როგორც გამომდის, ისე გამომდის, არა უშავს. მოკლედ ეს ესე იყოს. ვიცოდვილე როგორც იქნა. ვიცოდვილე. გონი საკმარისია. Так. ამას ცალკე შევბრაწო.
კამილამაც იქირბინა ქურთუკის გარეშე ეზოში და ახლა თითქმის ისე ვისიახულებს, როგორც მანამდე ახველებდა. ვიფიქრე გამოკეთდა მეთქი რაღაც ერთი პერიოდი, მაგრამ არა, როგორც ხედავთ, როგორც გესმით, თითქმის ისე ვისიახულებს. და მართლა უკვე ესე იგი ეს ყველა ყოველთვის მთელი და ლამის მთელი შემოდგომა ეხლა უკვე ზამთარი დაიწყო და გვიგრძელდება მაინც. გასიზავაბა. ვერაფერსაც ვერ იზავ. ეგრეა ეს სკოლის ამბები. ეხლა მე განსაცმელს გავფენ გავალ. მოდი გასატეხია. და თვითონ იმაში ჩავდე. ჩადე. ალბათ სამი. და ისა გარეცხე და მე მაგ იმებს მე თვითონ აწერენ ამებს ხო აგურა. ხო, ეს არის ბეჭედს ატყავი. მით გარეცხე და მე დატეხე. ჩემ უკაი. Але чем это? Здесь им все равно это не сказали. А руки же у тебя грязные будут. ეყოფა დედა. დანარჩენი გარეცხე? არა. ეყოფა, ამდენი ხანი არ უნდა. დადე? Погрелась. А! Иво. Я так შემეშინდა. რისი ქალო? ესე რუკა. რისი შეკეჩი? არა მგონი არავინ, არ ვიცი. მგონი არა. მეორე. და მესამე. Ortamში დამისვედა. არა უშავს მიდიოდი. ელექტრონიკოს კაფე ახლა უშავს. უშავს და იმაზე კაფეანზე ხო გიდევს, მე კაფე არ ჩაყვეს შიგ საჭმელში. მოიცა მოგცემთებს. ამაზე არა უშავს. კიდე ერთხელ არ უნდა გარეც ისა გამშრალება, გადავლე და იქ დადე. რა გადავავლო? წყალი გადავლე და დადე მან თებშზე. Ну, я готова. Коли кочаги гого მყავს ლოგოლი. იშლი ცოტას ხო? ეგ მინდა ხახვისთვის. ბატონო.
მაშინ ნახავ მოიცა ჩატში. და ხვალ რეები გაქვს დედა? ბუნება დღესაც იყო? ჩვენი საქართველო ხო არ იყო? ჩვენი საქართველო შეეკითხე. ხო და მაშინ გააკეთე ეგ მაინც ჯერ. ეხლა აი ეს კიდე მეორეგან ჩამიტეხე. ერთი ცალიც კიდე. ხელები რას კი დაიბანე. დაიბანე. ერთი ცალიც აი აქ ჩამიტეხე კიდე. დაიბანე, მიდი დაიბანე ხელები. თითქმის გამზადდა ჩემი სუპიც უკვე. ეს მეორე ერთით ჩამიტეხე კიდე ეგეც გარიცხე. და აი ამ მილკით ამოურიყე. ამოურევ? ჰა? აი ამ თუ გეზარება დატო, ეყოფა. კაფიანი აღარა გაქვს? ვიცი. ეხლა აი აქ. ეგ სხვა რაღაცისთვის მინდა. ეხლა ხელები დაიბანე. დაიბანე ხელები. კაი, არ შეიძლება ეგრე. შეიძლება დედა. აი ეს ამით ქვიფე. ესე ამას მე თვითონ ვიზავ, იმიტომ რომ სუპის წყალი უნდა ჩავასხა. მაგრამ კიდევ ვთქვით. კაი, ათქვიფე. და ისე მაშინები ხო. სულ რაჭაში კი არ ცხოვრობენ დედა. თბილისში ცხოვრობენ, რაჭაში საფხულებით ჩადიან. თავის ბებია ბაბუასთან. მიდი, ესეც მომირი ეხლა ეს უფრო მჭირდება მალე, მიდი. ეხლა მჭირდება? ხო, ეხლა მჭირდება. დედა როგორი ხმარება დედიკოს ეს გოგო როგორი ხმარება დედიკოს როგორ მეხმალე ბიდე აბა მაჩვენე აი თქვიფება და აღარ იქნება თავისი ცილა იქ დავამატე უკვე. არ უნდა მეტი დედი. კაი ერთი კაპლა დავამატე. მაინც თუ გინდა. აჩვენ. კაი. აი აქ. და მაგაში ჯერ არ მინდა. შენ მომაშ წავამატე. ნუ კაი დავამატე. მითხარ. დავამატე. რა. იქაც დავამატე თუ.
აბა. არა, ორი კოზიო რა. ეს საკმარის. მარტო ის? ხო. ვაი. Так, სუპი მზად არის. ეს ის ვიდა. ეს კოცხიანი მაკარონი შენ ძალიან არ გიყვარს? იცი. ჩვეულებრივი მაკარონი და მეტანი. როგორ ჩვეულებრივი? გრძელი? ხო, ეს ჩვეულებრივი გრძელი მაკარონი მეტანი. კაიდე. მეც მომენატროს ხოთის შორის მე მაკარონი ძალიან მიყვარს. ეგენი ჩაალაგე თავის ადგილას ხომ მითხარი? ხოთის შორის იმ დღეს სადღაც წავიკითხე რომ წინასწარ კვერცხის გარეცხვა თურმე არ შეიძლება. რატომღაც რაღაცა მიკრობები შედისო მეერეო შიგნით. აი, სანამ კერძის მზადებას დაიწყებთო, მანამდე გარეცხეთო, მანამ წინასწარ მაცივარში ჩალაგებული სუფთა კვერცხები არ შეიძლებაო, რატომღაც არ ვიცი რატომ. არ ვიცი რასთან დაკავშირებით თქვეს ეგ. ვაი, რა ცოტა გაყვეთ. ექვსი ჩალი კვერცხი ამათო. ხუთი ჩალი. აბა გავცინდეთ ცოტა სუპი. ой, სარა. და ალბათ არ ვიცი. დედა ვის საყვარელს მოყოლიაში? ჯერ არა. Ой, что значит не хочу? Холера как? Кай, ცოტა ხანში თუ გააკეთებ, მაგრამ საერთოდ не хочу რომ მითხარი გავგიჟდი. Дадикети бебес უთხარი супи მზად არისო. Очень вкусный суп получился. Ай, ნახე, შენც უნდა დაგიცხა და მილენას ეს. ჯერ არა და მე შევდამ. ესე და არის. არის სუპი მზად არის. აი ძალიან გემრიელი ლამაზი ფერის ბულიონი გამომივიდა უკვე ძალიან მინდა მე პირადად. ქათამთან ერთად გემრიელად მივირთმევთ ახლა. ბევრი ლაიქები და კომენტარები გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან ერთად დარჩით. აბა თქვენ იცით წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას. და გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. გვიყვარხართ დროებით. პაკა-პაკა.